ვაგრძელებ თემას კვანტური გადასვლა ახალ რეალობაში. როგორ მოვემზადოთ პროცესისთვის? ახალ რეალობაში, ახალ ენერგიებში ადამიანი შეიცვლის კვების რაციონს, რადგან თვითონ სხეულის მოთხოვნილება იქნება ეს. ადამიანი ვეღარ შეძლებს არა მხოლოდ ცხოველური საკვების, არამედ მცენარეული საკვების მოხმარებასაც, გარდა მცენარეული ნაყოფის და ხილის გარდა. რადგან ის ემპათიურ ურთიერთობაში იქნება ყველა ცოცხალ არსებასთან და შეიგრძნობს ყველაფერს, რასაც ცხოველი ან მცენარე გრძნობს. ბევრი უკვე გადადის მცენარეულ საკვებზე, ცხოველური საკვების გარეშე, ხორცის გარეშე. ეს არის პატარა ნაბიჯი ამ გარდამავალ ეტაპზე. მაგრამ არ არის საჭირო აჩქარება, აურზაური და იძულებითი ცხოველური საკვების უარყოფა, თუ ჯერ არ ხარ მზად ამისთვის. ეს სხეულის კარნახით თანდათანობით უნდა მოხდეს ევოლუციის პროცესში. ბევრისთვის გადასვლა უკვე ამ ინკარნაციაში მოხდება. ახლა მნიშვნელოვანია მივყვეთ სულის გეგმას, შეიძინოთ შესაბამისი უნარჩვევები და შეასრულოთ სულის ამოცანები. მაგრამ როგორ უნდა მოვემზადოთ? მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს განვითარებას. შეეცადეთ იყოთ უფრო ყურადღებიანი. ენერგიები იმპულსურად მოდის და ხშირად ადამიანში ამას თან ახლავს მოულოდნელი სიხარულის აფეთქებები ან შვიდი ბედნიერების მდგომარეობა, სიკეთის მდგომარეობა. არ შეეცადოთ მოვლენების დაჩქარებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენ შეძლებთ ყველაფრის დროულად გაკეთებას, რადგან დრო შეიცვლება და თვითონ მოერგება თქვენს რიტმს. დარჩით მუდამ ნდობისა და სიმშვიდის მდგომარეობაში. გონებრივად დაუბრუნეთ ეს შეგრძნებები საკუთარ თავს. დაიმახსოვრეთ ისინი და სხეულიც დაიმახსოვრებს მათ თქვენთან ერთად და შესაბამისად ის განიკურნება და დაბალანსდება. დრო ახლა დინამიური ერთეულია და არა სტატისტიკური. ის გადავიდა გონებით კონტროლის რეჟიმზე. ეს ახალი უნარია და ამიტომ ადამიანს ჯერ უჭირს მისი სრულად გამოყენება. თავიდან შეეცადეთ გამორთოთ დროის კონტროლი. შემდეგ პერიოდულად დაიწყეთ დროის გაკონტროლება. მერე თანდათან გაზარდეთ გარკვეული ინდივიდუალური და თქვენთვის მისაღების სიხშირით. და მალე ნახავთ, რომ თქვენი ყოველდღიური საზრუნავის გარდა შეძლებთ თქვენი განვითარების მართვას, დაძაბვისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ადამიანს, რომელიც აქტიურად ითვისებს ახალ ენერგიებს, სულ უფრო ნაკლები დრო დასჭირდება დასაძინებლად, რადგან სხეული ნაკლებად დაიღლება. ანუ, აიძულებთ თავს ძილს, თუ არ გეძინებათ. მაგრამ მნიშვნელოვანია ერთდროულად გრძნობდეთ სხეულს, იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და შეხვიდეთ ნებისმიერ პროცესში სხეულისა და გონების მიმართ ძალადობის გარეშე. მალე ახალ ენერგიებში ბევრი ადამიანისთვის ასევე შესაძლებელი გახდება მცირე ჭრილობების, ზედაპირული დამწრობების სწრაფი შეხორცება და მოშუშება, ასევე ტკივილის გაყუჩება, მაგალითად სტომატოლოგიური მანიპულაციის ან ოპერაციისა და მცირე ტრავმების დროს. ჭრილობის შეხორცება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, მაგალითად გამოსაყენებელი ნივთიერების შესაბამისი თვისებებისა და ფუნქციების მინიჭებით. მაგალითად, თუ ხელის კრემის გარდა არაფერი გაქვთ და მას წაისვამთ ჭრილობაზე შესაბამისი რწმენითა და განზრახვით და მას მიანიჭებთ სამკურნალო თვისებას, ის შეგიხორცებთ ჭრილობას. რა თქმა უნდა, კრემის გამოყენებისას უნდა გამოიხატოს განკურნების განზრახვა. მაგალითად, შენ ახორცებ ჩემს ჭრილობას და აშუშებ მას.
და სამკურნალო ენერგია მიმართული უნდა იყოს ამ შემთხვევაში კონკრეტული ჭრილობისკენ. პარალელურად თქვენ შეგიძლიათ თქვათ განზრახვა, რომ მე გადავდივარ პარალელურ რეალობაში, სადაც ჩემი ჭრილობა უკვე განკურნებულია და წარმოიდგინოთ თქვენი ჭრილობა შეხორცებული. რაც მეტი ინტენსივობით გააკეთებთ ამას, მით მალე მიიღებთ სასურველ შედეგს. ასევე შესაძლებელია თქვენი განზრახვით წყალს შეუცვალოთ სტრუქტურა. მიანიჭოთ სამკურნალო თვისებები და ისე დალიოთ. მაგალითად, შენ წმენდ ჩემს ორგანიზმს ყველა დაავადებისგან და ნეგატიური პროგრამებისგან. და კიდევ მრავალი სხვა თქვენივე სიტყვებით შეგიძლიათ დამუხტოთ იგი. დალიეთ მეტი სუფთა წყალი და მიეცით მას სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები. ეს ხელს შეუწყობს ენერგიის ნაკადის გაზრდას და ახალი ენერგეტიკული კოდების უფრო სწრაფად ათვისებას, მათ ჩასმას ადამიანის სხეულის მთელ სისტემაში. ეს ექსპერიმენტები თავიდან შესაძლოა არ გამოგივიდეთ, მაგრამ მრავალჯერ განმეორების შემთხვევაში აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს. ასეთი ექსპერიმენტები შეიძლება ჩატარდეს მაშინ, როდესაც დარწმუნებული იქნები საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში. მატერიალიზაციის უნარი ახლაც გაძლიერებულია, რისთვისაც აუცილებელია დამკვირვებლის რეჟიმი, სასურველზე კონცენტრაცია და აზროვნების ფორმების კონტროლი. სცენარებს შორის გადართვა ელვისებურად სწრაფია აზროვნების ფორმებში, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგალითად, რომ მოგიწიოთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სამეგობრო წრის ცვლილება და მოვლენების პულსაციურად შეცვლა, რადგან თქვენი ფიქრებითა და აზრების ფორმით მოითხოვთ თქვენი კონკრეტული გამოცდილების რეალიზაციას, რაც შესაძლოა გაუცნობიერებლად თქვენი გეგმის საწინააღმდეგოც კი იყოს. ამიტომ კარგად გააცნობიერებთ თქვენი სურვილი, თუ რა შედეგებს მოგიტანთ და ისე გააჟღერეთ განზრახვა. აქედან გამომდინარე, აზროვნების ფორმირების კონტროლის გარეშე შესაძლებელია სულის ორიგინალური გეგმის გართულება და დამატებითი გამოცდილების პარამეტრების გახსნა. ეს კეთდება იმისთვის, რომ ცნობიერმა პირებმა შეძლონ საჭირო გამოცდილების გავლა სხვების შეფერხების გარეშე დაჩქარებული ტემპით. ცნობიერი ადამიანი ყოველთვის შეძლების დაგვარად უნდა დაეხმაროს არაცნობიერ ადამიანს, თუნდაც უსიტყვოდ, ენერგეტიკულად. გაზად და დელიკატურად უნდა მიაწვდინოს მას თავისი მაღალი ვიბრაცია გამორჩენის გარეშე. უბრალოდ აღივსეთ მაღალი გრძნობებით, ვიბრაციებითა და ენერგიებით და გაუზიარეთ თქვენი შემოქმედება სხვას, თუნდაც სიტყვების გარეშე. თქვენს ენერგიას მიიღებს ის ადამიანი, ვისთვისაც ეს საჭირო და აუცილებელია, დანარჩენი გაატარებს. შესაძლოა თავიდან ეს ყველაფერი ცოტა რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოგივათ. თქვენ უბრალოდ უნდა იმოქმედოთ შეფასებისა და ემოციური ფონის გარეშე. თქვენი განვითარება და გადასვლა ახალ რეალობაში მაინც მოხდება, რადგან ასია დაგეგმილი სამყაროსგან. უბრალოდ ახლა გაქვთ შესაძლებლობა, რომ დღესვე თქვენი ცხოვრება ნათელი ფერებით გააფერადოთ და ამით დააჩქაროთ თქვენი გადასვლა ახალ ამაღლებულ რეალობაში. ძვირფასო, თქო გამოიწერე არხი, მოიწონე ვიდეო და გააზიარე. მოდით ერთად გავავრცელოთ სინათლე და სიყვარული დედამიწაზე. გისურვებთ უსაზღრო ბედნიერებას.